მესამე სექტორი არა მხოლოდ წერილობითი განცხადებებით იფარგლება, უკვე მეორე დღეა რუსთავი ორი ასამთავრობო ორგანიზაციების დისლოკაციის ძირითადი ადგილია. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სწორედ საზოგადოებრივ აქტიურობას ეკისრება. გუშინდელ გაჩნიებასთან დაკავშირებით სააგებო განცხადება სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ადგილად რუსთავი ორი დღეს არასამთავრობო სექტორის ძირითადმა ნაწილმა აირჩია. მთელი დღის განმავლობაში საკუთარი პოზიცია საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 20-ზე მეტმა ორგანიზაციამ დააფიქსირა. მათი შენიშვნებისა და ბრალდებების მთავარი ადრესატი სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ მოსამართლემ ტელეკომპანია რუსთავი ორის საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს კიდევ უფრო დააშორა, მედია მრავალფეროვნება და სასამართლოს რეპუტაცია კი რეალური საფრთხის წინაშე დააყენა. სამწუხაროდ ეს მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან რაღაც ველურ და თვითნებურ პროცესში გადავდივართ. წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია და წინასაარჩევნო პროცესი, როგორც ჩანს, იქნება მოკლებული არა მხოლოდ მედია პლურალიზმს, არამედ პოლიტიკურ პლურალიზმსაც. მივდივართ ისევ ნათელი კომუნიზმისკენ, რომლიდანაც მოვდივართ, როგორც უკვე ვთქვით, ჭალებიდან გამოვდივართ ამდენი წლის მანძილზე. ძალიან დიდი წვალებით, მაგრამ გვეგონა რომ რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ თურმე ძალიან ადვილია ისევ 30 წლით უკან გადაისროლო ქვეყანა. თუ კი მოვლენები შეუქცევადად განვითარდება, ეს საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ცხოვრებას ამ ქვეყანაში შეიყვანს ჩიხში. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ იმ პირობებში, როდესაც მთავრობა და სასამართლო პირადი ინტერესებისთვის მოქმედებს, გადამწყვეტი სწორედ საზოგადოებრივი აქტიურობა. ქუჩაში პროცესების გადატანასა და სიტუაციის შესაძლო ესკალაციაში კი არასამთავრობო სექტორი პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ძალებს აკისრებს. მე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვხედავ და ამიტომ მინდა ორივე მხარეს მოუწოდო, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ ძალებს, მიიყვანენ საქმეს აქამდე. ეცადონ ყველანი, რომ მოგვარება ამ საკითხებისა ისევ დააბრუნდეს მარჩდაცვლების სისტემაში და არ მოხდეს პროცესების გადატანა ქუჩაში. მედიის თავისუფლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საგანგებო განცხადებებით კონკრეტულად მოსამართლე თამაზ ურთმელიძესაც მიმართეს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემად კომპეტენციის გადამეტებასა და დამოუკიდებელი მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს. აქ არის პირდაპირ ჩარევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში და არის განმარტება იმისა, თუ რა არის ობიექტური ჟურნალისტიკა. მე პრინციპში ეს ნაწილი მომაგონებს არა ურთმელიძის განწყობებს, არამედ მახსენებს იმ საჯარო განცხადებებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხშირად აკეთებდა. სასამართლოს მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობას დღის ბოლოს ოფიციალური განცხადებებით კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გამოეხმაურა. მიუღებელია მედიისთვის მითითება თუ რა არის ობიექტური ინფორმაცია და რა არა. ამგვარი ქმედება არ შედის სასამართლო კომპეტენციაში და ეწინააღმდეგება სიტყვისა და მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს. სასამართლოს მხრიდან მედია საშუალების შინაარსში ჩარევის მცდელობა საომალო საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს მედიის შეზღუდვის კუთხით. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ რუსთავი ორი ჟურნალისტებს დაუბრკოლებლად უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება და მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების ყველა შტოს მიერ. საქალაქო სასამართლოს დასაბუთების უმაღლესი სტანდარტის ვალდებულებაში ახსენა დღეს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენისთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი კომპანიაში დროებითი მმართველის შეშვება. სასამართლო არ გვთავაზობს არაფერ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ შემოთავაზებული დროებითი მმართველები არიან თუ არა ასეთი ნეიტრალური პირები. უფრო მეტიც მოგეხსენებათ კარგად, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც დაინიშნა დროებით მმართველად, გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს თვითონ ტელეკომპანიის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ესეც აჩვენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. კრიტიკული განცხადებების ავტორი ორგანიზაციები რუსთავი ორის საქმეს დავის დაწყების დღიდან აკვირდებიან. მათ შორის ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და იცნობენ საქმეში არსებულ გარემოებებსა და კონკრეტულ მტკიცებულებებსაც.